იღუმენი ნიკონი, სინანული. როგორც მამა ფსეოლოდია შეწუხებული და დაღუნებული, ასევე სხვებიც, რაც მას შეიძლება შეემთხვეს, იგივე შესაძლებელია სხვებსაც დაემართოს. ქრისტიანს არავით არის საფუძველი არა აქვს სასოწარკვეთილებაში ჩავარდნისა და ეს თქვენს გეხებათ. ყველა თქვენს გარემოებასთან დაკავშირებით ერთს გეტყვით. ყველას თვით წმინდანებსაც კი სინანული ესაჭიროებოდათ და მით უფრო გვესაჭიროება იგი ჩვენ ყველას. გააშიშვლეთ საკუთარი თავი ყველა თქვენი ნაკლოვანები თურთ, ცოდვები თურთ, ეჭვები თურთ და ასე შემდეგ. გააშიშვლეთ საკუთარი თავი ღვთის წინაშე სინანულით, ლოცვით, უფალო მომიტევე, უფალო შემიწყალე, უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მეცოდვილი და სხვა. ამ მდგომარეობას თუ კი ის თქვენთვის გასაგებია, ყველა თქვენი კანონი შეუძლია შეცვალოს. მათ კანონმა უნდა მიგიყვანოთ კიდევაც აქამდე, ხოლო სხვა ადამიანები კი არ უნდა განსაჯოთ და განიკითხოთ. არამედ თუ გაგახსენდათ, გულში უნდა ამოიოხროთ და ილოცოთ მათთვის და ამით წინ აღუდგეთ განკითხვის გულის სიტყვებს. იკითხეთ და ისმინეთ სახარება. ადამიანების მოვალეობა ისაა, რომ სხვებს სახარების მორჩილება გაუადვილოთ და არა ის, რომ ჩვენ დამიმორჩილება მოვთხოვოთ. ყველაფერში მორჩილება დღეს არავის ძალუძს. ყველაფერს სინანული ჩაანაცვლებს. ნუ გამოვშღავნებთ თავს ადამიანებს. უფალმან განსწავლოთ და გაცხოვნოთ. ნუ იოცნებებთ და ამავ აზრებს ნუ აღკვებით. რამდენადაც ძალგიცთ ებრძოლეთ ამას. 1951 წლის 18 დეკემბერი.